რეი ბრედბერი, მარწყვისფერი ფანჯარა. სიზმარში ვითომ გარეთა კარს ხურავდა, რომელსაც მარწყვისფერი ფანჯრები, ლიმონისფერი ფანჯრები, თეთრი ღრუბლისა და ანკარა ნაკადულისფერი ფანჯრები ჰქონდა. ერთ დიდ ფანჯარას 20-ზე მეტი პატარ-პატარა ფანჯარა შემორიგებოდა ირგვლივ. ხილის წვენისფერი, ჟელესფერი, ხილის ნაყინისფერი. მერე ვითომ ბავშვი იყო, მამამ ხელში აიყვანა და ქუჩაში გაახედა. მწვანე მინიდან ქვეყანა ზურმუხტისფერი, ხავსისფერი და პიტნისფერი მოჩანდა. გაიხედე, უთხრა მამამ და იასამნისფერმა ფანჯარამ ხალხი ყურძნის იისფერ მტევნებად აქცია. მარწყვისფერი ფანჯრიდან ყველაფერს ვარდისფერი სითბო მოეფინა. მთელი ქალაქი მოწითალო აისში გაეხვია, გაზონები კი სპარსეთის ბაზარში ნაკითხალიჩას დაემგვანა. მარწყვისფერი ფანჯარა ყველაზე უკეთესი რომ იყო, ფერმკრთალ ღაწვებს ვარდისფრად აფერადებდა, ცივ წვიმას ათბობდა და ქარისგან ჰაერში აფარფატებულ თებერვლის თოვლს ცეცხლის ენებს ამსგავსებდა. ჰო, აგე იქ. მძინარეს გამოეღვიძა. ჯერ მთლად არც იყო გამოფხიზლებული, რომ თავისი ვაჟების ლაპარაკი შემოესმა. იგი წყდიათში იწვა და შვილების საუბარს უსმენდა. ხმა ისეთი სევდიანი ჰქონდათ, გეგონებოდა ქარი შრიალებს ამ მომშრალი ზღვის ფსკერზე, ან ლურჯ მთებშიო. მერე უცებ გაახსენდა, ჩვენ ხომ მარსზე ვართ. რაო, გაეღვიძა ცოლს და კაცი მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ხმამაღლა ფიქრობდა. იგი გაიტვინა, მაგრამ ამ უცნაურ მომნუს ხელ სინამდვილეს სად გაექცეოდა. დაინახა, რომ ცოლი წამოდგა და ბორიალი დაიწყო ოთახში. შემდეგ მისი ფერმიხტილი სახეც გაარჩია. ქალი რკინის ასაწყობის სახლის პატარა, მაღალზე ამოჭრილი სარკმლიდან უმზერდა კაშკაშა, მაგრამ უცხო ვარსკვლავებს. კერი, ჩაიჩურჩულა კაცმა, მაგრამ ქალი არ უსმენდა. კერი, კვლავ დაუძახა მან, რაღაც მინდოდა მეთქვა შენთვის, უკვე ერთი თვეა, ვაპირებ გითხრა. ხვალ დილას აქ არ უნდა? მაგრამ ქალი ვარსკვლავების ლურჯ სხივებში გახვეულიყო, საკუთარი ფიქრების ზღვაში ჩაძირულიყო და მისკენ არც კი აპირებდა მოხედვას. ნეტა მზე არ ჩადიოდეს, გაიფიქრა კაცმა, ნეტა ღამე არ დგებოდეს. ქალაქი ახლა შენდებოდა და კაცს მთელი დღის განმავლობაში ჩაქუჩი ეჭირა ხელში. ბავშვები დღეს სკოლაში იყვნენ, კერი კი რეცხავდა, კერძს ამზადებდა და ბაღში ფუსფუსებდა. მაგრამ როდესაც მზე ჩადიოდა და არც ყვავილებზე უნდა ეფიქრათ, არც მშენებლობაზე და არც არითმეტიკაზე, მოგონებები ღამის ჩიტებივით მოფრინდებოდნენ და მთელი ღამე აღარ ასვენებდნენ ხოლმე. ცოლი შეინძრა, მერე ოდნავ მოატრიალა ქმრისკენ თავი და ბოლოს უთხრა: ბობ, შინ მინდა წასვლა. კერი, აქ სიმყუდროვე არ არის. კაცმა შენიშნა, რომ ცოლს თვალის უპეები ცრემლით აევსო და მერე ლოყებზეც ჩამოედინა რამდენიმე კურცხალი. ცოტაც გაუძელი, კერი. მეტი აღარ შემიძლია. ქალი წამოდგა და მთვარეულივით დაიწყო ბორიალი ოთახში. ჯერ კამოდის უჯრები გამოაღო, ცხვირსახოცები, პერანგები, თეთრეული გამოალაგა და კამოდის თავზე აახუღულავა. იგი არც კი იხედებოდა უჯრაში, თითები თვითონ პოულობდნენ ყველაფერს. იღებდნენ, ტანსაცმლის გროვაზე აწყობდნენ და ისევ უჯრას უბრუნდებოდნენ. სურათი ნაცნობი იყო, წინასწარ შეიძლებოდა თქმა რა მოყვებოდა ამას. იგი ჯერ ლაპარაკით ამოალაგებდა ყველაფერს, მერე ერთხანს უსიტყვოდ გაირინდებოდა, ბოლოს კი ყველაფერს უკან უჯრებში ჩაყრიდა, ცრემლებს შეიმშრალებდა, სახე გაქვავებული ჩაწვებოდა ლოგინში და კვლავ ძილს მისცემდა თავს. ქმარს ეშინოდა, ერთ მშვენიერ დღეს ყველა უჯრა არ გადასცალოს, კედელთან მიწყობილ ძველ ჩემოდნებშიო. ბობ, ქალის ხმარ ბილი თანაბარი და ისეთივე სუსტი იყო, როგორც ფანჯრიდან შემოსული მთვარიშუქი. უკვე აღარ მახსოვს მე რამდენჯერ გეუბნები ამას. ამ ბოლო 6 თვის განმავლობაში მწვენია კიდეც, შენ ძალიან ბევრს მუშაობ სახლების მშენებლობაზე. კაცს, რომელიც ასე მუყაითად მუშაობს, ცოლი აღარ უნდა საყვედურობდეს, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვას. მე ყველაზე უფრო წვრილმანები მაკლია თვალში. არ ვიცი კი რამ. რაღაც სულელური ნივთები, იქ მიწაზე რომ მქონდა, აივანზე ჩამობმული საქანელა, ჭილის სავარძელი, ზაფხულის ღამეები, ცხენით და ფეხით მოსეირნე ხალხი, ჩვენი შავი მოშლილი პიანინო, ჩემი შვედური ბროლი, სასტუმრო სავეჯი, ხო ვიცი რომ სპილენძის ჯოგს აგავს, თანაც ძველი და შელანძღულია, კიდევ ჩინური ჭაღი, ნიავის ქროლაზე წკრიალს რომ იწყებდა ხოლმე. ივლისის საღამოობით აივანზე ჯდომა და მეზობლებთან მუსაიფი, ერთი სიტყვით, აი ასეთი სულელური რაღაცეები. ეს ყველაფერი მეტად უმნიშვნელოა, მაგრამ სწორედ ეს მახსენდება ხოლმე გამთენიისას. მაპატიე. ნუ მებოდიშები,
მარსი ხომ უცხო ქვეყანაა, აქ ყველაფერს სხვანაირი სუნი და იერი აქვს, აქ სულ სხვანაირად გრძნობ ყველაფერს. მეც მთელი ღამე არ მძინავს, წევარ და ვფიქრობ ხოლმე, რა მშვენიერი იყო ჩვენი ქალაქი. მწვანე იყო, ჩამოართვა სიტყვა ქალმა. გაზაფხულზე და ზაფხულზე სულ მწვანე იყო, შემოდგომაზე ყვითელი და წითელი. რა კარგი სახლი ჰქონდა, ძველი, 80-90 წლისა მაინც იქნებოდა. ღამღამობით ყოველთვის უსმენდი მის ლაპარაკსა და ჩურჩულს. ყველაფერი ხმელი იყო. კიბის მოაჯირი, აივანი, რაფები. მიეკარებოდი თუ არა რაიმეს, მაშინვე ლაპარაკს დაგიწყებდა. თანაც ყველა ოთახი სხვადასხვანაირად გესაუბრებოდა და როცა მთელი სახლი ალაპარაკდებოდა, გეგონებოდა ირგვლივ ოჯახის წევრები შემოგხვევიან სიბნელეში და ნანავს გიმღერიანო. ახლა ვეღარ აშენებენ იმის თანასახლებს. თუ რამდენიმე თაობამ არ იცხოვრა, ისე სახლი არ ქვია. ეს სახლი კი სულ არ კითხულობს აქ ვცხოვრობ თუ არა. მოვკვდი თუ დავრჩი. ეს სახლი თუნუქის ხმით ლაპარაკობს. თუნუკი კი ცივია. ეს სახლი გლუვია და წლებით ვერ იჟღინთება. არც სარდაფი აქვს, რომ რაიმე გადაინახო მერმისისთვის და არც სხვენი, რომ შარშანწინდელი, შენი ბავშვობის დროინდელი ნივთები გადაარჩინო. აქ რომ ორიოდე ნაცნობი და შეჩვეული ნივთი გქონდეს, როგორ მე ავიტანდით ამ უცხო და უცნაურ ცხოვრებას. ბობ, მაგრამ როცა ირგვლივ ყველაფერი სულ პატარა წვრილმანიც კი უცხოა, მთელი საუკუნე გინდა, რომ ეს ნივთები მიიჩვიო და მოიშინაორო. კაცმა სიბნელეში თავი დააქნია და უთხრა. მეც ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე. ქალი კედელთან მიდგმულ ჩემოდნებზე მოფენილ მთვარის შუქს უმზერდა. მერე ხელი იმ შუქისკენ გაიწოდა. კერი, რა იყო? კაცი საწოლზე წამოჯდა და ფეხები ძირს ჩამოკიდა. კერი, მე სულელური, ძალიან სულელური რამ ჩავიდინე. მთელი ამ თვეების განმავლობაში როცა გისმენდი, თუ როგორ ოცნებობდი გაწამებული, ბიჭები ღამღამობით როგორ ეს ქარი და გარეთ მარსი, ეს ამომშრალი ზღვები და ეს ყველაფერი. იგი შეჩერდა, სული მოითქვა და განაგრძო. შენ უნდა გამიგო, რატომ ჩავიდინე და იცი რა ჩავიდინე? მთელი ფული რაც ბანკში გქონდა, ამ ერთი თვის წინათ, მთელი ფული რაც 10 წლის განმავლობაში დავაგროვეთ, გავფლანგე. ბობ, გადავყარე კერი, ყველაფერს გეფიცები, ქარს გავატანე. მინდოდა მოულოდნელად გამეხარებინა, მაგრამ ახლა ამაღამ შენ ასეთ დღეში ხარ და ეს კედელთან მილაგებული ჩემოდნები და ქალი მისკენ მიბრუნდა. ბობ, ნუ თუ იმიტომ ვიწვალეთ ამდენი მარსზე, იმიტომ ვიკლებდით ყველაფერს, რომ მთელი დანაზოგი ფული 1 საათში გაგენიავებინა. არ ვიცი, მთლად ჩერჩეთი ვიყოფილ ვარ, მაგრამ დილამდე დიდ დრო აღარ არის დარჩენილი. ადრე ავდგეთ, წაგიყვან და გაჩვენებ რა ჩავიდინე. ახლა არ მინდა გითხრა, მინდა რომ შენი თვალით ნახო და თუ არ მოგეწონება, მაშინ აი ეს ჩემოდნები ხო მაგ არის და რაკეტა კვირაში 4-ჯერ მიდის დედამიწაზე. ბობ, დაიჩურჩულა ქალმა. აღარაფერი მითხრა. ბობ, მან ნელა გადააქნია თავი. ეტყობოდა არ უნდოდა ერწმუნა რაც ახლა მოისმინა. კაცი ისევ ლოგინში ჩაწვა. ქალი კი საწოლზე იჯდა და თვალს არაშორებდა კამოდის თავს, სადაც მისი სამკაულები, ფაქიზად დაკეცილი ცხვირსახოცები და ტანსაცმელი იყო დალაგებული. გარეთ კი მთვარისფერი ქარი მძინარე მტვერს ხვეტდა მიწიდან და ჰაერში ატრიალებდა. ბოლოს ქალიც ლოგინში ჩაწვა, მეტი აღარაფერი უთქვამს. იწვა მოდუნებული, გაყინული და ამ დაუსრულებელი ღამის გათავებას ელოდა. ოდნავინათა თუ არა წამოდგნენ და უხმოდ აბორიალდნენ თავიანთი პატარა თუნუქის ქოხში. ეს ნამდვილი პანტომიმა იყო, რომელიც იმდენ ხანს გაგრძელდებოდა, სანამ ვინმეს მოთმინების ძაფი არ გაუწყდებოდა და ყვირილით არ დაარღვევდა მდუმარებას. დედა, მამა და შვილები ხმის ამოუღებლად იბანდნენ პირს. უხმაუროდ იცვამდნენ და ჩუმად შეექცეოდნენ ორცხუბილებს, ხილის წვენს და ყავას. ერთმანეთს არც ერთი არ უყურებდა. პირდაპირ ტოსტერის პრიალა სახურავში, ჭიქებში და დანებში უმზერდნენ ერთი მეორეს. ტოსტერი, ჭიქები და დანები კი ამდილით რაღაც საოცრად ცვლიდნენ და ამახინჯებდნენ სახეებს. ბოლოს თუნუქის კარი გააღეს და ოთახში ქარი შემოუშვეს. ქარი, რომელიც ლაჟვარდოვან ამომშრალ ზღვებზე დათარეშობდა, ზღვებზე, სადაც მხოლოდ ქვიშის ტალღები იქოჩრებოდნენ და 1000 გვარ საოცარ ნახატს და ქარგას ქმნიდნენ. ბოლოს ყველანი გარეთ, კუშტად მზირალი ცის ქვეშ გავიდნენ და ქალაქისკენ გაემართნენ. ქალაქი თანდათან უახლოვდებოდა მათ და ეს ყველაფერი ფართო ეკრანს წააგავდა, რომელზეც ნელ-ნელა მოცურავდა ერთფეროვანი პეიზაჟი. რა ადგილას უნდა მივიდეთ ქალაქში, იკითხა კერიმ. კოსმოდრომზე, მაგრამ იქ მისვლამდე ბევრი რამ მაქვს სათქმელი. ბიჭებმა ნაბიჯი შეანელეს და უკან მიხვდნენ მშობლებს, მაგრამ იმ მანძილზე, რომ ლაპარაკი გაეგონათ.
კაცმა დინჯად დაიწყო და ერთხელაც არ მოუხედავს უკან, რათა ენახა, თუ როგორი სახით უსმენდა ცოლ-შვილი. მე მარსის ამჯერა, წამს რომ ერთ მშვენიერ დღეს მას მთლიანად მოვიშინაურებთ. ბოლოს, როცა იქნება, მთელი მარსი განაშენიანდება და დასახლდება. ამიტომ უნდა გაუძლოთ. ყოველ წუთს აქედან გაქცევაზე არ უნდა გვეჭიროს თვალი. ეს აზრი ერთი წლის წინ მომივიდა თავში. ახალი ჩამოსულები რომ ვიყავით, მერე და რატომ ჩამოვედით აქ, დაუსვი კითხვა საკუთარ თავს და მაშინვე ვუპასუხე, იმიტომ. აბა ჰკითხეთ ორაგულს, რატომ ბრუნდება იგი ყოველ წელიწადს მდინარის სათავეში და ნახეთ, გიპასუხებს? ვერა, იგი სულ ზევით მიდის, გადალახავს ჩანჩქერებსა და მორევებს, სათავეს დაუდებს ახალ შთამომავლობას და კვდება. მერე შვილები იჩეკებიან და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. დაარქვით ამას მემკვიდრეობითი ინსტინქტი. ანდან ურაფერს ნუ დაარქმევთ, მაგრამ იგი მაინც არსებობს და ჩვენც ამიტომ ვართ აქ. ისინი დილის სიჩუმეში ნელა მიაბიჯებდნენ გზატკეცილზე. თავზე ვეებაზე ცადაცქეროდა, ფეხქვეშ ქაფივით თეთრი, თუ ოდნავ სილურჯე გადაკრული ქვიშა ხრაშუნობდა. ხო და ახლა აქა ვართ, შემდეგსაც წავალთ იუპიტერზე, ნეპტუნზე, პლუტონზე, დიახ, მერე სხვა პლანეტებზე. რატომ? იმიტომ რომ ოდესმე მზენ ძველ ნავთქურასავით იფეთქებს და დედამიწა აღარ იქნება, მაგრამ იქნებ მარსი გადარჩეს. ან თუ მარსიც დაიღუპება, იქნებ პლუტონი გადარჩეს. თუ პლუტონიც დაიღუპება, მაშინ ჩვენ სად ვიქნებით? ჩვენ, ესე იგი, ჩვენი შვილთაშვილები. იგი ცოტა ხანს დაჟინებით მიაჩერდა ქლიავისფერ ცარგვალს და შემდეგ განაგრძო. სადადა რომელიმე სხვა პლანეტაზე, რომელსაც სახელისნაცვლად ნომერი ექნება, პლანეტა ნომერი 6, ვარსკვლავთა 97 სისტემისა, ან პლანეტა ნომერი 2, 99 სისტემისა, რომელიც აქედან ისე შორს არის, რომ მხოლოდ ღამის მანებაში თუ წარმოიდგენ, მაგრამ ჩვენ მაინც გავფრინდებით და გადავრჩებით. ხო და მე მივხვდი თუ რატომ ვართ მარსზე, მე მივხვდი თუ რატომ ხდებიან ადამიანები რაკეტებში. ბობ, გამაცადე დავამთავრო, იმიტომ კი არა რომ ფული გააკეთონ, არც იმიტომ რომ ლამაზი პეიზაჟების თვალიერებით დადგნენ. ყველა ამას იმიზეზებს, მაგრამ ტყუიან, თავს იტყუებენ. ვითომ და გამდიდრება, სახელის მოხვეჭა, გართობა, მხიარულება გვწადიაო, მთელი ამ ხნის განმავლობაში ადამიანს რაღაც უჟღარუნებს გულში, რაღაც ისეთი ორაგულსა და ვეშაპს რომ ატრიალებს თავის ნებაზე, ყველაზე უმცირეს მიკრობსაც რომ უჩვენებს ცხოვრების მიზანს. და იცი რას ამბობენ ეს პატარა ეჟუნები, რომლებიც ყოველი სულდგმულის გულში ხმიანობენ. წადით, გაიფანტეთ, მოედეთ მთელ სამყაროს, იარეთ, იცურეთ, აითვისეთ ესა და ეს ქვეყანა, ააგეთ ამდენი და ამდენი ქალაქი, რათა არასოდეს გადაშენდეს კაცობრიობა. გამიგე კერი? განა მარტო ჩვენ მოვედით მარსზე, მთელი კაცობრიობა მოვიდა აქ ჩვენი სახით. ადამიანთა მოდგმა მოვიდა და ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას შევქმნით ჩვენი ცხოვრების მანძილზე. ეს ისეთი მნიშვნელოვანი რამაა, ისეთი თავს არ დამცემი, რომ ლამის ხარხარი დავიწყო თავის გასამხნევებლად. იგი გრძნობდა, რომ ბიჭები ფეხდაფეხ მოყვებოდნენ, გრძნობდა, რომ კერი გვერდით მოსდებდა, უნდა შეეხედა ცოლისთვის და ენახა რა შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ნათქვამმა, მაგრამ თავი შეიკავა. ეს იმას გავს, ჩემს ბავშვობაში, მე და მამა მინდორში რომ მივდიოდით და თესლს ხელით ვაბნევდით ხნულში. მაშინ სათესი მანქანა გაფუჭებული იყო და ფული არ ქონდა შესაკეთებლად. დათესვით კი აუცილებლად უნდა დაგვეთესა, თუ კი მოსავლის მოწევა გვინდოდა. ღმერთო ჩემო, კერი, გახსოვს საკვირაო დამატებებში რომ წერდნენ ხოლმე, მილიონი წლის შემდეგ დედამიწა გაიყინება. ერთხელ ბავშვობაში ამგვარი სტატია წავიკითხე და ავღრიალდი. დედაჩემ ამკითხა რა გატირებსო. უპასუხე, ის ხალხი მეწოდება, გაყინვა რომ უწერია მეთქი. დედაჩემა დამამშვიდა, იმათი გულისთვის თავს ნუიწუხებო. მაგრამ კერი, სწორედ ეს არის ყველაფრის მიზეზი, იმ ხალხზე რომ არ წუხდეთ, ახლა აქ არ ვიქნებოდით. სხვანაირად ვერ მოვიქცევით, თუ კი გვინდა რომ ადამიანთა მოდგმა გაგრძელდეს, ჩემი აზრით, ადამიანებზე უკეთესი არაფერია ამ ქვეყნად. Რაღაც თქმა უნდა, აქ მიკერძოებასაც აქვს ადგილი. თვითონ მეც ხომ ამ მოდგმას ვეკუთვნი. თუ კი გვინდა რომ უკვდავებას შევენივთოთ, უკვდავებას, რომელიც ეგზომს ყურია კაცობრიობას, უნდა გავიფანტოთ. მთელ სამყაროს უნდა ჩავეთესოთ. აი მაშინ მოიწევა ისეთი მოსავალი, რომელსაც ვერაფერი ვერ მოსპობს. დაე მიწაზე შიმშილობა ჩამოვარდეს, დაე ყველაფერი ჩაკვდეს. ადგები და ვენერიდან ჩამოტანილ მარცვალს დათესავ, ან სხვა ქვეყნიდან ჩამოტანილს, სადაც ადამიანი 1000 წლის წინ წასულა. ლამის გავგიჟდი ამაზე ფიქრით. კერი,
ლამის შევიშალო. პირველად როდესაც ეს გავიაზრე, ისე აღფრთოვანდი, რომ მინდოდა ყველასთვის ხელი მეტაცა, შენთვის, ბავშვებისთვის, სხვებისთვის და ჩემი აზრები გამეზიარებინა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ეს არ იყო აუცილებელი. მივხვდი, რომ ოდესმე დადგებოდა დღე ან ღამე, როცა თქვენს გულშიაც ჩამოჰკრავდა ეს ზარი, მაშინ თქვენ თვითონვე აგეხილებოდათ თვალი და არავისი ახსნა აღარ დაგჭირდებოდათ. ამ თემასა და ამ აზრებს 5 ფუტიანი და 5 დიუმიანი კაცი ვერ მოერევა. კერი, მაგრამ ღმერთმანი ყველაფერი ასია, ყველაფერი. გარწმუნებ, რაც ახლა გითხარი, სრული ჭეშმარიტებაა. ისინი ქალაქის უკაცრიელ ქუჩაზე მიაბიჯებდნენ და საკუთარი ფეხის ხმის გამოძახილს უსმენდნენ. და ამ დილას რა უნდა გვაჩვენო? კითხა კერიმ. სწორედ ამ დილამდე მოვედი. ჩემი მეს ნახევარი შინისკენ მეწევა, მეორე ნახევარი კი მეუბნება, თუ წახვალ ყველაფერი დაიღუპებაო. მერე ვიფიქრე, ყველაზე უფრო რა გვაწუხებს მეთქი და მივხვდი კიდეც, ჩვენ ის ნივთები გვაკლია, რომლებიც იქ დედამიწაზე დავტოვებთ, ბავშვების, შენი, ჩემი ნივთები. შემდეგ ვიფიქრე, თუ ასეა საჭირო, თუ ახალს ძველის გარეშე ვერ შევქმნი, მაშინ აუცილებლად გამოვიყენებ ძველს მეთქი. ისტორიაში წამიკითხავს, რომ ათასობით წლის წინათ, როცა ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ, ნაკვერცხალი ხარის რქით გადაჰქონდათ. მთელ დღეს უბერავდნენ, საღამოს კი დილიდანვე ნაპერწკლებიდან კოცონს ააგიზგიზებდნენ ხოლმე. ცეცხლი ახალი იყო, ოღონდ ძირი ჰქონდა ძველი. მე ყველაფერი ავწონე, ღირს თუ არა წარსული იმ ფულად, რაც ჩვენ დავაგროვეთ. არა, არ ღირს. ფასი მხოლოდ იმას აქვს, რაც წარსულის დახმარებით შევქმნით. მაშინ ვიკითხოთ, ახალი თუ ღირს ამდენ ფულად, ყველაფერი უნდა შევწიროთ თუ არა მომავალს. დიახ, უნდა შევწიროთ. თუ კი მიწაზე დაბრუნების ლტოლვას დამიწყრობს, უყოყმანოდ გადავასხამ ჩემს ფულს ნავთს და ცეცხლს წაუკიდებ. კერი და ბიჭები ადგილიდან არ იძროდნენ, ისინი შუა ქალაქში გარინდებულიყვნენ და ისე მისჩერებოდნენ ბობს, თითქოს იგი გრიგალი ყოფილიყო, გრიგალი, რომელიც უეცრად მოვარდა. კინაღა მიწასა აგლიჯა ყველანი და მერე თანდათან ცხრობა იწყო. ამ დილით სატვირთო რაკეტა ჩამოვიდა. ხმა და ბლაგა ნაგრძო კაცმა, ჩვენს პარკს ჩამოიტანდა, წავიდეთ და მივიღოთ. მათ 3 საფეხური აიარეს, კოსმოდრომზე ავიდნენ და საწყობისკენ გაემართნენ. იატაკი გუგუნით ეპასუხებოდა მათ ნაბიჯებს. საწყობის კარი ის იყო გაეღოთ, იწყებოდა სამუშაო დღე. კიდევ გვიანვე ორაგულზე. სთხოვა ერთ-ერთმა ბიჭმა. კარგად რომ გათენდა და ჩამოთბა, ნაქირავები, საბარგო მანქანით გამოვიდნენ ქალაქიდან. მანქანა პირდამდე გაევსოთ ფუთებით, კალათებით და ყუთებით. ზოგი გრძელი იყო, ზოგი მაღალი, ზოგი მოკლე და ზოგი ბრტყელი. ყველა მათგანი დაენომრათ და ლამაზად და გარკვევით დაეწერათ მისამართი. რობერტ პრენტის, ნიუ ტოლედო, მარსი. მანქანა თავიანთ თუნუქის სასაწყობ სახლთან გააჩერეს. ბიჭები გადმოხდნენ და დედას ჩამოსვლაში მიეშველნენ. ბობი ცოტა ხანს კაბინაში დარჩა, შემდეგ დინჯად გადმოვიდა. მანქანას უკნიდან შემოუარა და ძარაზე ახორხლილ ნივთებს მიაჩერდა. შუა დღისთვის ერთის გარდა ყველა ყუთი და ფუთა გახსნილი იყო და ნივთები ამომშრალი ზღვის ფსკერზე ელაგა. კერი და ქმარმა იგი ძველი აივნის კიბეზე აიყვანა, რომელიც ყუთიდან ამოეღოთ და ახლა აქ ქალაქის განაპირას აღემართათ. უსმინე, კერი, კიბეები კვნესოდნენ და ჩურჩულებდნენ. რას ამბობენ, მითხარი, რას გეუბნებია? ქალი იდგა მშველი ხის კიბეზე, საკუთარ ფიქრებში ჩაფლულიყო და საპასუხოდ ვეღარ მოეცალა. ქმარმა ხელით ანიშნა. აივანი, აი აქ იქნება. სასტუმრო ოთახი იქ, მერე სასადილო, სამზარეულო, 3 საძინებელი ოთახი, ნაწილს ახლა დავდგამთ, დანარჩენს თანდათან ჩამოგვიტანენ. ჯერჯერობით მხოლოდ წინა აივანი, სასტუმრო ოთახის ავეჯის ნაწილი და ძველი საწოლი გვაქვს. ამდენი ფული, ბობ? კაცი მისკენ მიტრიალდა და გაუღიმა. ხომ აღარ აბრაზობ, აბა შემომხედე, აღარ ბრაზობ, არა? ყველაფერს ამოვიტანთ, გაისათ იქნება თუ 5 წლის მერე. ბროლის ლარნაკებს, სომხურ ხალიჩას, დედაშენმა რომ გვაჩუქა 1961-ში. მზე კი, თუ უნდა აფეთქდეს, ახლა ორივენი ერთ ყუთს მიშერებოდნენ, რომელზეც ეწერა აივნის საქანელა, აივნის სავარძელი, ბროლის ჭაღი. მე თვითონ შეუბერავ, რომ წკრიალი და ჟღარუნი დაიწყოს. შემდეგ გარეთა კარი შეაბეს აივანს, კარი, რომელსაც პატარა-პატარა ფერადი ფანჯრები ჰქონდა ჩასმული და კერი მარწყვისფერ ფანჯარას მიადგა. რას ხედავ? ჰკითხა ქმარმა, თუმცა კარგად იცოდა რას ხედავდა, რადგან თვითონაც იმ ფანჯრიდან იყურებოდა. მარსის ცივი ზეცა გამთბარიყო
ამ მომშრალ ზღვებს ცეცხლი მოჰკიდებოდა, გორაკები მარწყვის ნაყინს დამსგავსებოდა, ქარისგან ახხვეტილი ქვიშაკი ნაფერწყლებივით დაფარპატებდა ჰაერში. მარწყვისფერი ფანჯარა, მარწყვისფერი ფანჯარა. იგი ნაზ ვარდისფერს აფრქვევდა ყოველივეს და მუდმივი განთიადით ახარებდა თვალსა და გულს. კაცი წინ გადახრილი იმზირებოდა, მარწყვისფერი ფანჯრიდან უცებ საკუთარი ხმა მოესმა. ერთ წელიწადში ქალაქი აქამდე მოვა, აქ ჩრდილიანი ქუჩა იქნება, აივანიც გვექნება, მეგობრებიც გაგიჩნდებიან და მაშინ ასე ძალიან აღარ მოგენატრება დედამიწა. შენ დაინახავ, აი ამ პატარა შეჩვეული ადგილიდან დაინახავ, თუ როგორ გაფართოვდება და გარდაიქმნება მარსი და გეგონება, რომ მთელი სიცოცხლე აქ გაქვს გატარებული. მან კიბეები ჩაირბინა, უკანასკნელ ბრეზენტ გადაკრულ ყუთს მიადგა, ჯიბის დანით ჩაჭრა ქსოვილი და ცოლს უთხრა: აბა გამოიცანიო. ჩემი სამზარეულო ქურა, ჩემი ღუმელი? არაფერიც, კაცმა ალერსიანად გაუღიმა და სთხოვა: მიმღერე რამეო. ბობ, შემთლად გამოსულელდი. მიმღერე, რაიმე ისეთი მიმღერე, რომ მთელი ის ფული აიწონოს, ბანკში რომ მქონდა და ახლა აღარა გვაქვს და ჯანდაბაშიც წასულა ის ფული. მე მარტო ერთი სიმღერა ვიცი. ჟენევიევა, ჩემო ტკბილო ჟენევიევა. ეგ მიმღერე. ქალმა ვერადავერ დაიწყო სიმღერა, იგი ტუჩებს ამოძრავებდა, მაგრამ ხმა არ ისმოდა. კაცმა უფრო ფართოდ ჩახია ბრეზენტი, ცოტა ხანს მდუმარე დაფათურა ყუთში ხელი, მერე ღიღინი დაიწყო, ბოლოს როგორც იქნა იპოვა, რასაც ეძებდა და დილის სიჩუმეში წკრიალი, სუფთა აკორდი დაირხა. აი ასე თქვა მან, ახლა მოდი, თავიდან ბოლომდე მივყეროთ, აბა ყველამ, აი ამ ხმაზე. ეს იყო რეი ბრედბერის მოკლე მოთხრობა მარწყვისფერი ფანჯარა.